Mama ჩემი საქართველოსთვის სულ აპირებდა კაი პროექტების გაკეთება. ეს კულტურა შემოიტანეს თურქმა მუხაჯირებმა საქართველოში. ჩემი პირველი ზეთისხილი და საქართველოში ავაშენეთ პირველი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო. საინტერესოდ დაუბრუნდით თქვენს ფესვებს, შემოიტანეთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულტურა. 1000 წლის ხე შეუძლია მოსავალი მოგწეს? რა თქმა უნდა კი. კარგად უვლიან ქართველი ფერმერები ზეთისხილს? საქართველოს ბაზარზე 80-90% ზეთი შემოდის იმპორტირებული და ანუ ჩვენ გვინდათ რომ სულ ქართული ბრენდი იყოს თროებზე და მოგესალმებით სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან. ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოში პირველ ზეთისხილის ბაღში, რომლის ისტორიაზეც ამ კომპანიის დირექტორი ქალბატონი ნელი გვესაუბრება. მადლობა პირველ რიგში მასპინძლობისთვის. მადლობა. მიხარია რომ მოგვეცით შესაძლებლობა ამ ისტორიული მნიშვნელობის ადგილას ვიყოთ დღეს და ჩვენს მაყურებელს მოუყვეთ, როგორ ვითარდებით, რა გამოწვევების წინაშე გახართ, რა გაიარეთ და როგორ წერთ ძალიან საინტერესო კულტურის ისტორიას ჩვენს ქვეყანაში. მადლობა თემით დაინტერესებისთვის, სტუმრობისთვის. ჩვენი კომპანია დაარსდა ჯეულივი 2010 წელს. გაშენდა საქართველოში პირველი ზეთისხილის ბაღები. ჩვენთან ერთად უამრავმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმაც დაიწყეს შემდგომ უკვე გაშენება. ანუ ეს კულტურა შეიძლება ითქვას, რომ უკვე ფეხს იდგავს საქართველოში და სადღაც 2000 ჰექტრამდე უკვე გაშენებულია. ეს კულტურა შემოიტანეს თურქმა მუხაჯირებმა საქართველოში. ამით არის კიდევ უფრო საინტერესო ის ისტორია. დიახ, ეს არის მათთვის ძალიან ემოციური პროექტი, როგორც თვითონ აღნიშნავენ. წელს ქონდა უპრეცედენტოდ ძალიან დიდი მოსავალი. ეს არის პირველი გაშენებული ბაღი 8 ჰექტარზე. არის 3000 ინერგი. ეტაპობრივად შემდგომ უკვე ჩვენ ვაშენებდით კიდევ 2012 წელს, 2013 წელს ბაღებს და უკვე 100 ჰექტრამდე საკუთრებაში, ჩვენ საკუთრებაში არსებული ბაღები გვაქვს. 5 წელიწადში უკვე გვაძლევს ნაყოფს და ამ ნაყოფის მიღების შემდეგ უკვე გაგვიჩნდა ის აუცილებლობა, რომ უნდა აგვეშენებინა უკვე გადამამუშავებელი საწარმო და აქაც პირველები ვართ. ავაშენეთ სახელმწიფო პროგრამა აწარმოა საქართველოს გრანტის ფარგლებში, დიახ, და საქართველოში ავაშენეთ პირველი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო. დღეს გვექნება შესაძლებლობა ნახვის. მაგარია დაგველოდეთ ბოლომდე. ფოთოლი, ნაყოფი, ხე, ყველაფერი აბსოლუტურად გამოსადეგია. ფოთოლს ხვარი და ძროხა ჭამს. თვითონ ნაყოფისგან ზეთი და მარინადი იწარმოება, თვითონ გადამუშავებული ნაყოფისგან საკვებია ცხოველებისთვის, ღორისთვის და იმისთვის საკვებად გამოიყენება. უდანაკარგო ხიარი შეიძლება ითქვას. შესანიშნავი, აი ვერ ვიპოვე. კარგად გამოგიკრეფიათ ბაღი. იქეთ სადღაცა სტეღან მოუკარი თვალი და მივიდეთ ერთი. აი ვიპოვე ჩემი პირველი ზეთისხილი. ვა. დაახლოებით ქალბატონელი, რამდენ პროდუქტს ვიღებთ ზეთისხილისგან? თქვენ შემთხვევაში როგორც ხდება? ჩვენ შემთხვევაში ესე იგი ზეთს ვაწარმოებთ, მწვანე ნაყოფისგან დაწურულს და შავი ნაყოფისგან. ანუ ორი სახეობის ზეთი გვაქვს და ორი სახეობის მარინადი. წყალში დამწნილებული და შავი ზეთში გამოყვანილი.
ქემალი მინდა გაგაცნოთ ეს საინტერესო ადამიანი. მადლობა მასპინძლობისთვის. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მომზადეთ გადაცემა ექსპო ჯორჯიას ფარგლებში, სადაც გავიცანით ძალიან შემთხვევით და როგორც დავპირდით ჩვენს მაყურებელს, დღეს მასთან ვიმყოფებით სტუმრად. პირველები ხართ ჩვენს ქვეყანაში ასეთი მასშტაბური ბაღი, ვინც გააშენა და დიდი წარმოების ციკლი გაქვთ უკვე. კი ბატონო, მოგესალმებით. 2010-ში დავდგეთ პირველი ბაღი და 2016-ში საწარმო, ზეთის გადამამუშავების საწარმო გვაქვს აქვე და 2023-ში 2 წლის უკან სანერგე მეურნეობა აქვე გვაქვს და აქ ვაკეთებთ ყველაფერი ერთად. რატომ მანდამაინც საქართველო? ანუ ეს ემოციული ისტორია. მამა ჩემი საქართველოსთვის სულ აპირებდა კაი პროექტების გაკეთება. თურქეთშიც აკეთებდა კულტურული ცეკვის და ფოლკლორის ჩვენებურის ფესტივალებზე თავმჯდომარე იყო თურქეთში. და სულ საქართველოსთვის კაი პროექტის გაკეთება უნდოდა ხო რაღაც? გაკეთება უნდოდა, კი, ყოველთვის და აქ ჩვენი პარტნიორის მამა თურქეთში ძალიან დიდი სანერგია აქვს, თურქეთში ყველაზე დიდია და იმ იდეიდან ჩვენთან მოვიდა და საქართველოში ხო არ დავდგათო ზეთისხილიო და ანუ ეგრე დაიწყო და 2000-ში აქ ჩამოვედით. და ანუ ძალიან ემოციული პროექტი იყო ეს თავიდან რომ საქართველოსთვის კარგი მომავალის კარგი პროექტის გაკეთება იყო. და როგორც საინტერესოდ დაუბრუნდით თქვენს ფესვებს შემოიტანეთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულტურა. ჩვენ ხა უძველესი დროიდან იცნობს ამ კულტურას ჩვენი ქვეყანა, თუმცა წარმოიდგინეთ პირველი ბაღები, ინტენსიური ბაღები 15 წლის წინ გაშენდა. ეს არის ზეთისხილის დეკორატიული ხეებია ალბათ ეს ხო თუ არა? კი, დეკორატიული ხეებია, ჩვენი ბაღებიდან ამოვიღეთ ისინი. იქ 1 წლიანი, 2 წლიანი ძალიან ბევრი ნაირნეგები გვაქვს. აქ ეს ხეები უკვე 14 წლის ხეებია. და აქაც მოთხოვნა რა იყო, მაგითომ ჩვენ ამოვიღეთ და უფრო კაი ფასად შედარებით შემოწმენაზე. ხო, საკმაოდ ძვირი სიამოვნება, ამითი ეზოების გამწვანება და ზოგადად დეკორატიული მარჯვენა. ზოგადად ძვირია. თბილისში, მაგრამ ჩვენთან ესენი ჩვენ უფრო კაი ფასად ყიდით. ეხ სანერგეში ხوار გადავინაცვლოთ იქ. ნერგებზეც მინდა რამდენიმე კითხვა გაგისვათ. ჩვენ აქ 2 ჰექტარზე გვაქვს სანერგე მეურნეობა. წელს დაახლოებით 300,000 ენერგი იყო ჩვენ სანერგეში, შარშანდელი ენერგებით და დაახლოებით 100,000-110,000-მდე. ახლა ექსპორტზე მიდის აზერბაიჯანში მიდის. ექსპორტიც ახდენთ. ეს პირველი ექსპორტია სხვათა შორის. ანუ საქართველოში პირველი ზეთისხილის სანერგედან მიდის პირველი ექსპორტზე აზერბაიჯანში. იქ ბევრი მოთხოვნა არის. ჩვენთან როგორია მოთხოვნა? ჩვენთანაც მოთხოვნა არის, კი ბატონო, ანუ აქ დანარგი მომავალის პროექტზე მაგალითად თავრობა ფინანსებს 4,90 ერთი ნეგს. და ანუ აქ 1 ჰექტარიდან 50 ჰექტარამდე ფინანსებენ. საწყავის ფინანსებენ და ჩვენ ძალიან ბევრი ნაირენერგები გვაქვს. ანუ ზომების და წლების მიხედვით 6 ლარიდან იწყება 40-50 ლარამდე ენერგიები გვაქვს და ჩვენთან ვინც ყიდულობს ჩვენ ენერგიები, ჩვენ ანუ კონსულტაციას ვაძლევთ თავიდან ბოლომდე დარგვა როგორ იქნება მოვლა და მთელი პროცესი. მოვლა ყველაფერი ვეხმარებით ხოლმე და თავიდანვე ნახულობთ რომ თუ არ გამოვა, თუ ცუდი ადგილია თუ რამე პრობლემა აქვს, თავიდანვე ვეუბნებით რომ აქ არ გამოვა და მაგაზეს ვეხმარებით ხოლმე. ქემალ, ძირითადად რომელი რეგიონები შეიძლება დაინტერესდნენ ზეთისხილის გაშენებით? დასავლეთში მაგალითად ქუთაისში, ბაღდადში, ქუთაისში და ბაღდადში პრობლემა არ არის, მაგრამ უფრო ბათუმზე ახლოს, ანუ გურია, ისეთი ადგილებში ძალიან ბევრი წვიმა რო იცის, ეგ არის პრობლემა და იქ დიახ, ტენიონობა მაღალია, ეგ პრობლემა და უფრო
აქეთ ამ მხარეს კახეთი ქვემო ქართლი მარნეული ბოლნისი იქით ამ მხარეს თან დარგულია და თუ აქ უფრო მიდის საქმე აქეთ ამ მხარეს იქიდანაც ძალიან ბევრი მოთხოვნა არის ქუთაისიდან უფრო ქუთაისიდან არის მაგრამ დანარგები აშენებენ დიდ ბაღებს მე არ შემხვედრია რატომღაც ხშირად დავდივართ ხოლმე იქით იმერეთის მხარეში დიდი ბაღები რა თქმა უნდა აშენებენ დედოფლისწყაროში მაგალითად ტარიბანაში და იორზე აშენებენ ძალიან დიდი გექტორებით მაგრამ ქუთაისისკენ და იქით უფრო ჯერ ნაკლებად ხო? კი, ნაკლებად უფრო აქეთ ამ მხარეს ვინც იცის რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ამ კულტურას, რამდენად შემოსავლიანია, რენტაბელურია. მოკლედ მინდა რომ დაინტერესოთ ქართველი პოტენციური ფერმერები ან ფერმერები ზეთისხილის გაშენებით. ზეთისხილის კულტურა ჯერ მაგალითად ბევრი წყალი არ უნდა, ეგ არის ძალიან დიდი პლუსი. წყალი რო იყოს, რა თქმა უნდა, კარგია, უკეთესია, მაგრამ თურქეთში 80% ზეთისხილის ბაღებზე, ანუ წყალი არ აქვს. მარტო კულტივაციით და ანუ ტრაქტორით სამუშაოებით გამოდის. სწორი ადგილები იმდენად არ უყვარს, ფერდიანები ადგილებზე ხარობს კარგად, მაგიტომ წყალი არ უნდა. ეკონომიურად ძალიან მოთხოვნილი ნაკოპი აქვს, ანუ ნაკობს მარნაც ზეთს ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. კი, ანუ მოგებიანი საქმეა. მოსავალს რამდენ წელში იძლევა და ერთი ხისგან რა ნაყოფის მიღება შეიძლება? კი ბატონო, ანუ დარგვიდან მეოთხე წელს იძლევა. ანუ რა თქმა უნდა ნიშანი კი მისცემს, მაგრამ სერიოზული მოსავალს მეოთხე წლიდან 2 კილო, 3 კილო, მე მეხუთე წელს გააჩნია ადგილას, მიწას, მოვლას ყველაფერს, მაგრამ შეიძლება 15 კილო მოვიდეს, შეიძლება 8 კილო მოვიდეს, მაგრამ როცა მე7 მე8 წლებში უკვე ანუ 20 კილოდან 40 კილომდე შეიძლება რომ მოვიდეს. 40 კილო მოგიკრეფიათ თქვენ? ერთი ხისგან? კი, რა თქმა უნდა, კი, წელს. რა მაგარია. ზოგიდან 40, ზოგიდან 20, ზოგიდან 25 გააჩნია ადგილას. მე მეგონა რომ ძალიან ცოტა მოსავალს გვაძლევდა, ანუ ამდენს თუ იძლეოდა ერთი ხე, არ ვიცოდი. არა, თურქეთში მაგალითად ზოგი ხეები 100-150 კილოს აზეს, იმიტომ ძალიან დიდი ხეებია. თან დიდხანს ცოცხლობს ეს ხეები, როგორც ვიცი, ხო? კი ბატონო, ანუ ძალიან 1000 წელიც და მეტიც არის თურქეთში დარგულები და საუკუნეები შეუძლია მოსავალი შეუძლია მოგცეს? კი, რა თქმა უნდა. 1000 წლის ხე შეუძლია მოსავალი რა მოგცეს? თქმა უნდა, კი. ვერთოჩი. კი, ბატონო. რომელი ხე იცით კიდე ესეთი? ძალიან მაგარია, ძალიან საინტერესოა. ჩვენ მაგალითად წელს ჩავაბარეთ ზეთისხილის ნაკოპი 2 ლარი 30 თეთრად. იბარებთ ამას მომხმარებლის, ხო? ჩავაბარეთ, კი, ვიბარებთ. თუ უნდათ რომ ზეთი გააკეთონ ადამიანმა თავისი ზეთი, ჩვენ შეიძლება ზეთი გავაკეთოთ, ეს საწარმოში ეს შეიძლება რომ ზეთი გავაკეთოთ და მივიცეთ თავი ზეთი. მაგალითად წელს დაახლოებით რამდენი ტონა მიიღეთ სხვებისგან, სხვა ფერმერებისგან? წელს დაახლოებით 500 ტონამდე მივიღეთ. ეს სხვებისგან. სხვებისგან. და ამას ემატება თქვენი წარმოებაც, თქვენი ბაღის. დიახ, ჩვენ ვიყიდეთ ეს ნაკოპი. ვა. და გავაკეთეთ სულ დაწურეთ სულ ზეთი. ქემალ, ხარისხი როგორია? კარგად უვლიან ქართველი ფერმერები ზეთისხილს? ქემალ, ყველაფერი გასაგებია, აღარ ჩაუღრმავდეთ ამ კითხვას. თქვენ როგორც ხედავ აქცენტს აკეთებთ ხარისხზე. საქართველოს მიწა ისეთი კაი მიწა და ნაკოპიერი მიწა. ჩვენი ზეთის ხარისხი ძალიან მაღალ დონის ზეთია. ანუ სოფლიოს სტანდარტების და შედარებით ძალიან კაი შედეგი გვაქვს ჩვენ. ყველაზე მთავარი პროცესები ხდება სწორედ ამ საწარმოში. კი ბატონო. აქ ამზადებთ რამდენიმე სხვადასხვა სახეობის პროდუქტს ზეთისხილისგან. რომელი პროდუქტებია ეს, ქემალ? და როგორია წარმოების ჯაჭვი? ჩვენ წელს დავუმატეთ ახალი ტექნოლოგიის ბრენდი ჰაუსის თურქეთთან ხაზი დანადგრები. Იმიტომ ჩვენ კი გვაქვს პატარა დანადგარი რომელიც დღეში 10 ტონას ამუშავებდა. და ეხლა წელს ძალიან ბევრი ნაკოპი იყო, მოსავალი იყო ყველგან და დავუმატეთ
ჩამოვიტანეთ ახალი ხაზი. ეს ჩვენი ახალი ხაზი დღეში ამუშავებს 60 ტონას. ანუ ჩვენ აქ ვაკეთებთ ძალიან ხარისხიან ზეთს. რას ნიშნავს ზეთის მაღალი ხარისხი? როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი, თუნდაც ეტიკეტზე, რომ თქვენი ზეთი არის მაღალი ხარისხის? კი ბატონო, ჩვენ ვაკეთებთ ცივი დაწურვით. ცივი დაწურვა ნიშნავს, რომ 27 გრადუსამდე იყოს წყალი. სოფლის სტანდარტებზე 27 გრადუსამდე ნიშნავს ცივი დაწურვა. ჩვენ ვაკეთებთ 26 გრადუსში ზუსტად. ეს რა თქმა უნდა ბევრი დეტალები აქვს. ანუ ეს პირდაპირ ხეები და მოკრეფილი უნდა იყოს ნაკოფი 5-6 საათის მანძილში უნდა გაკეთდეს ზეთი, რომ დაიოდება მჟავიანობა მაღალზე მიდის. ანუ მოკრეფილი არა და ქვემოთ დავარდნილი ზეთის ხილებიდან რომ გაკეთდეს, ეს არის სხვა ხარისხი უკვე, ხო? ცუდი ხარისხი იქნება ეს. ანუ მჟავიანობა როცა მაღალზე მიდის, ხარისხი დაბალია. ანუ ჩვენ ვაკეთებთ ზუსტად იქვე ჩვენი ბაღებიდან მოკრეფილი ზეთის ხილებიდან ეგრევე 26 გრადუსში ცივი დაწურვით ვაკეთებ ზეთს და ეტიკეტის უკან ყოველთვის უნდა დაწეროს მჟავიანობა. თუ მჟავიანობა მაღალია, ანუ ხარისხი დაბალია და ანუ უნდა თან რაფინირებული ზეთის არ უნდა იყოს, რაფინირებული ზეთი ქიმიური დამუშავებები უნდა რომ საჭმელად რომ გამოვიდეს და ანუ ჩვენ გვაქვს ნაღდი ცივი დაწურვის და ყველაზე მაღალი ხარისხის extra virgin. და როგორია თქვენი წარმოების მასშტაბი? კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს და წავიდეთ უკვე ფინალისკენ, დასასრულისკენ. კი ბატონო. იმიტომ რომ ჩვენი საიტი როდესაც იწურება, საბოლოო პროდუქტს რა რაოდენობას აწარმოებთ ჩვენი ქართული ბაზრისთვის? წელს ჩვენ ვამუშავეთ დაახლოებით 900 ტონამდე მივიღეთ ზეთისხილის ნაკოფი სხვადასხვა ფერმერებიდან. დედოფლისწყარო ტარიბანიდან, იორიდან, აქეთ ხირსიდან, ჩვენი ბაღებიდან და წელს უფრო მეტად ზეთი გავაკეთეთ ჩვენ რომ იმიტომ საქართველოს ბაზარზე 80-90% ზეთი შემოდის იმპორტირებული არის და ანუ ჩვენ გვინდათ რომ სულ ქართული ბრენდი იყოს თაროებზე და იმედი გვაქვს რომ მომავალ წელს ორმაგი მოსავალი გვექნება და უფრო მეტი მარკეტებში შევალთ და მეტი რაოდენობით აწარმოებთ უკვე ქართული ზეთის ხილის ზეთს. თქვენს ემოციურ ისტორიას დარწმუნებული ვარ, ბევრი ქართველი ადამიანი მიიტანს გულთან ახლოს, იმიტომ რომ დასაფასებელი და საინტერესოა და მინდა რომ უფრო მეტად პოპულარული გახდეს უკვე ქართული წარმოება. დიდი მადლობა რომ მიმასპინძლეთ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას თქვენთვის საინტერესო თემებზე. შეგახსენებთ ტრადიციულად რომ მე ვარ ფერმერის Facebook გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი განვლილი გადაცემები. თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა უკანონო პატიმარს ჩვენ ერთ კვირაში ისევ შევხვდებით. მომავალ შეხვედრამდე.